მინდა რომ ამ სურათს კარგად დააკვირდეთ. აქ არის ერთი ადამიანის ცხოვრების პატარა ფრაგმენტი ნაჩვენები, რომელიც ყველა უცხო თვალისთვის სხვადასხვანაირი ჩანს. ვიღაც ფიქრობს, რომ ალბათ ინსომნია აწუხებს, ვიღაც ფიქრობს, ალბათ ძალიან ბედნიერია, ვიღაც ფიქრობს, რომ ალბათ რაღაც უჭირს, ცუდად არის და იმიტომ ვერ იძინებს. ვიღაც კიდევ ფიქრობს, რომ უსაქმურია, თავზე ხელსაყრელი დრო აქვს და როგორც უსაქმურებს ჩვევიათ, დღეს და ღამეს ათენებს. შეიძლება არსებობდეს იმდენი მოსაზრება, რამდენი თვალიც უმზერს აი ამ ერთ ფანჯარას. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? აი ამ განათებული ფანჯრის მიღმა იცის მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც იმ კონკრეტულ ბინაში ცხოვრობს. ასეა ხოლმე ჩვენი ცხოვრებაც უცხო თვალით დანახული. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურები და რას აკეთებ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ვერსია ჩვენს ცხოვრებაზე მორგებული, ამიტომ როგორც არ უნდა ეცადო ვიღაცას რაღაც უმტკიცვა და ვიღაცას რაღაც აუხსნა, თუ მათ უკვე აქვთ შენზე კონკრეტული წარმოდგენა, ამას ვერასოდეს შეცვლი, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო რამ რაც შეგიძლია რომ გააკეთო არის ის რომ უბრალოდ იცხოვრო შენი ცხოვრება ისე როგორც მოგწონს და არასოდეს იდარდო იმაზე თუ ვინ როგორ დაგინახა, ვინ როგორ შეგაფასა, ვის როგორი მოსწონხარ და ასე შემდეგ. ზოგადად სხვის ცხოვრებას ყოველთვის უყურებენ ისინი, ვისაც თავის ცხოვრებაში საინტერესო არაფერი გააჩნია და ვინც ძალიან მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს.